ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგომას აგრძელებს და ამის დასტურია ის, რომ ამერიკის კონგრესი ორპარტიულად მუშაობს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირებაზე. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეგობარი აქტი კანონპროექტი, რომელიც თვეების წინ დაინიციერდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ხელახლა წარსდგება ახალი კონგრესის წინაშე და როგორც კი ტრამპის ადმინისტრაცია გადაიბარებს სრულად ძალაუფლებას, აღნიშნული კანონპროექტის ხელახლა ინიცირება მოხდება. კანონპროექტის ავტორი არის ჯო ვილსონი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტს ჩაიბარებს და შესაბამისად სენატშიც მოხდება აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ითხოვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყოვლის მომცველი სანქციების დაწესებას. კანონპროექტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, შესაბამისად მისი მხარდაჭერა და დამტკიცება არის გარდაუვალი და გარდა ამისა ჯო ვილსონმაც დაადასტურა მის სოციალურ ქსელში ის, რომ ეუთო ოდირის დასკვნა კიდევ ერთხელ იძლევა ახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველს და საქართველოს ყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაცია შეუძლებელია. ჯო ვილსონი რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს, შესაბამისად ჯო ვილსონის ეს განცხადება შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის ტრამპის გუნდის პოზიცია, რომელიც არჩევნები არის არალეგიტიმური, შესაბამისად ტრამპის მთავრობაც ბაიდენის ადმინისტრაციის მსგავსად გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას. საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი, დე ფაქტო ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა. ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. ქართველი ხალხის მხარდამჭერი გზავნილები შტატების მსგავსად არწყდება ევროკავშირიდანაც და ეუთო ოდირის საბოლოო დასკვნამ პარტნიორებს უკვე დაუდასტურა ის ეჭვები, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო და შესაბამისად არჩევნებზე დაფიქსირებული სერიოზული ხარვეზები ამ არჩევნების ლეგიტიმაციას შეუძლებელს ხდის. ამას ადასტურებს მათ შორის ამას ადასტურებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებაც. სულ ცოტა ხნის წინ თეოდოროს რუსოპოლუსი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის ძალიან პირდაპირ მუქარა საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დაპატიმრებით დაემუქრა 29 დეკემბრის შემდეგ და რუსოპოლუსი ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ უკან წაიღოს საკუთარი სიტყვები, რადგან საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი და ასეთი ტიპის განცხადებები და მუქარა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ არის ყველანაირი ნორმის დაცვა, რომელსაც უპირატესობას ანიჭეს ევროპის საბჭო. შესაბამისად ირაკლი კობახიძის პირდაპირი და ღია მუქარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ ევროპის საბჭომ უკვე დაგმო. მინდა შევახსენო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი. პირდაპირი მუქარა, რომელიც მან დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გააკეთა, რომ დააპატიმრებენ, როდესაც 29 დეკემბერს მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება მიუღებელია. ეწინააღმდეგება დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრინციპებს. მოუწოდებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, გაიხმოს ეს განცხადება და შეუერთდეს ევროსაბჭოს პრინციპებს, რომელსაც პატივი უნდა სცეს. Როგორც შეიძლება დააკავონ პრეზიდენტი მაშინ, როდესაც ამდენი ხალხი არის გამოსული ქუჩაში. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ახალი არჩევნები, რაზეც დღეს ისაუბრა პრეზიდენტმა, შესთავაზა ამ რეჟიმს არსებული კრიზისიდან გამოსავალი. თუ დაიჭერენ ახლა ძალა მათ ხელში არის. მე მიკვირს უბრალოდ რატო აკეთებენ ამას, მაშინ, როდესაც ამდენი უკმაყოფილო მოქალაქე არის ქუჩაში, ამდენი ადამიანი აპროტესტებს ამ რეჟიმის ქმედებებს, მათი მუხარის მე ნამდვილად არ მეშინია, დარწმუნებული ვარ, არც პრეზიდენტს ეშინია და ეს მან დღესაც ამას ხაზი გაუსვა. ეუთო ოდირის სკანდალური დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეასრულონ ის რეკომენდაციები, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას დაუწესა, რადგან აღნიშნულ დასკვნაში გამოქვეყნებული ხარვეზები არის დასტური იმისა, რომ არჩევნები არ ჩატარდა ევროკავშირის სტანდარტებით. შესაბამისად მარტა კოსი, რომელიც არის ახალი ევროკომისარი გაფართოების საკითხებში და ევროკომისიაში
ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროკომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ იმისთვის, რომ აღიდგინონ ნდობა როგორც დასავლეთის, ასევე ქართველი ხალხის თვალში აუცილებელია შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას შესაძლებლად დაუწესა. ევთაოდირი საბოლოო ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი, ის რამაც ასობით ათასი ქართველი ქუჩებში გამოიყვანა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირებას ევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო ითხოვს და ამის დასტურია მაგალითად უკვე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წევრი სახელმწიფოების პარლამენტების მხრიდან დამტკიცებული რეზოლუციები, რომლებიც მოუწოდებენ მათი ქვეყნის მთავრობას, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ერთ-ერთი ბოლო იყო ჩეხეთის სენატი, რომელმაც მიიღო მსგავსი ტიპის რეზოლუცია, რომელიც ავალდებულებს ჩეხეთის მთავრობას, რომ გაატარონ მკაცრი ზომები ოლიგარქის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ. ასეთი რეზოლუციები უკვე დამტკიცდა პოლონეთის, ჰოლანდიის და სხვა წევრი სახელმწიფოების პარლამენტებშიც. შესაბამისად, ევროკავშირი თუ ერთიან სანქციებზე ვიქტორ ორბანის და ფიცოს გამო ვერ თანხმდება, არის მოლოდინი, რომ ეროვნულ სანქციებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აუცილებლად დააწესებენ.